საჯარო ბიბლიოთეკაში მოსკოვში მოღვაწე ქართველი აკადემიკოსის ოტია სიჭინავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ოდესღაც პეტერბურგში ასე ქვია ნაწარმოებს, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადახვეწილ ადამიანზე მოგვითხრობს. წიგნის ავტორი 40 წელია მოსკოვში მოღვაწეობს. ის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელია. აქცენტი არის მოზარდებისთვის. რადგანაც ამ წიგნში მიმობნეულია პრესინგის გარეშე თვისებები, რითაც ადამიანი როგორ უნდა გაიზარდოს ადამიანი. ესე იგი, ამ წიგნის ერთ-ერთი თავი იწყება შემდეგნაირად. ვაჟკაცობის და კაიკაცობის ენციკლოპედია ან სახელმძღვანელო ჯერჯერობით არავის დაუწერია. მაგრამ ეს ეხბაშად კი არ არის მოგალათებული, ეს იქნებოდა მომობზებები, ეს არის მიმოფანტული, ძალიან რბილად არის მიმოფანტული ეს რჩევები თვითონ ნაწარმოებში. ნიერება რომ გადამეხედა ამ წიგნისათვის და დამენახა თუ რამდენად ღირებულია ეს წიგნი აი ჩვენი დროის ახალგაზრდებისათვის რომ საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფი დიდი ქართველები მათ შესახებ დამატებით ახალი ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს თუ რა დიდი წინაპრები ყავდათ მათ. ჩვენთვის სასახელო პიროვნება და მან ამიტომაც ესე იგი თავის წიგნში აი დიდებულ რომანთან ერთად გაშალა ძალიან ფასეული ინფორმაცია ემიგრაციაზე. მან ესე იგი წარმოაჩინა ისეთი პიროვნებები, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არ იცნობს.